რუდოლფ შტაინერი, სახარება მათესგან, მეშვიდე თავი. დღეს ჩვენ უნდა ამოვწიოთ ქრისტეს მოვლენის ძირითადი პუნქტები, რათა შემდგომ სრულად წარმოსახოთ სურათი, რომელსაც ამჯერად მხოლოდ ზოგადი შტრიხებით მოვნიშნოთ. მაგრამ იმისთვის, რათა მივიღოთ ეს შტრიხები, აუცილებელია გავიხსენოთ კაცობრიობის ევოლუციის ძირითადი კანონი, რომლის თანახმადაც ადამიანები განვითარების კვალდაკვალ სულ ახალ და ახალ უნარებს იძენენ. სრულყოფილების უფრო და უფრო მაღალ საფეხურებს იუფლებენ. გარეგნულად ეს ფაქტი თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც ისტორიულად ვიხილავთ დროის მოკლე მონაკვეთს. იმ პერიოდს, როდესაც ადამიანში გარკვეული უნარები ჯერ არ არის განვითარებული. შემდეგ კი თვალს ვადევნებთ ეპოქათა მონაცვლეობას და ვხედავთ, დროთა განმავლობაში თანდათან როგორ იღვრება ადამიანში ახალი შესაძლებლობები, როგორ ავსებს მას და საბოლოოდ ჩვენი კულტურის დროც დგება. მაგრამ ამასთან ერთად ადამიანის ბუნებაში შესაძლოა გაიხვიდოს სავსებით განსაზღვრულმა უნარმა, რომელიც თანდათანობით ყველა ადამიანის უნარადაც შეიძლება იქცეს. უნარი, რომელიც ასე ვთქვათ, ყველამ შეიძლება შეიძინოს საჭირო დროს. ამისთვის კი აუცილებელია, რომ ეს უნარი თავიდან სადმე გამოვლინდეს სრულიად განსხვავებული მნიშვნელობით. შარშან ლუკას სახარების განხილვისას გამამახვილი ყურადღება 8 წევრა გზაზე, რომელსაც შეიძლება მისდიოს კაცობრიობა, თუ კი დაეყრდნობა იმას, რაც მის განვითარებაში გაუტამა ბუდამ ჩაღვარა. ეს 8 წევრა გზა ჩვეულებრივ ასე განისაზღვრება: სწორი განსჯა, სწორი გადაწყვეტილება, სწორი მეტყველება, სწორი მოქმედება, სწორი მოქმედების ადგილი, სწორი ჩვევები, სწორი მეხსიერება, სწორი ჭვრეტა. ეს არის ადამიანის სამშინველის ზოგიერთი თავისებურებანი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, მას შემდეგ, რაც დედამიწაზე ცხოვრობდა ბუდა, ადამიანის ბუნება იმდენად ამაღლდა, რომ დღეს მას ძალუძს, როგორც ადამიანური ბუნების ერთგვარი შინაგანი ნიჭი თუ უნარი, თავის თავში თანდათანობით განავითაროს ამ 8 წევრა გზის თვისებები. მანამდე გაუტამა ბუდას მოვლინებამდე ეს, ამ თვისებათა საკუთარ თავში გამომუშავება ადამიანური ბუნების კუთვნილებას არ შეადგენდა. მაშასადამე მტკიცედ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რათა ადამიანში ეს თვისებები თანდათანობით განვითარებულიყო, ამისთვის როგორც ფაქტი უწინარესად საჭირო იყო, რომ გაუტამა ბუდას სიმაღლის არსებას თავისი ფიზიკურ სხეულებრივი ცხოვრებით ადამიანისთვის მიეცა ბიძგი, რათა საუკუნეების შემდეგ, ათასწლეულების შემდეგ მასში ეს უნარები დამოუკიდებლად განვითარებულიყო. მაშინ ვთქვი, რომ თანდათან უფრო და უფრო მომრავლდებიან ადამიანები, რომლებიც ამ შესაძლებლობებს განავითარებენ როგორც პირადულს და დამოუკიდებელს. და როდესაც მათი რიცხვი საკმაოდ გაიზრდება, მაშინ დედამიწა უკვე მზად იქნება შემდეგ ბუდას, მაეტრეა ბუდას მისაღებად, რომელიც ახლა ჯერ ისევ ბოთლისათვაა. ასე ვხედავთ ჩვენ ამ ორ მოვლენას შორის განვითარების პერიოდს, რომლის განმავლობაში საკმაოდ მრავალრიცხოვანმა ადამიანმა უნდა აითვისოს ის უმაღლესი ინტელექტუალური, მორალური და მშვინვიერი უნარები, რომლებიც 8 წევრა გზაშია ჩადებული. მაგრამ ამ პროგრესის მისაღწევად საჭიროა, რომ განსაკუთრებულად მაღალი ინდივიდუალობის მიერ განხორციელებულმა განსაკუთრებულმა მოვლენამ პირველი ბიძგი მისცეს შემდგომ განვითარებას. ერთხელ ეს უკვე მოხდა. ერთ ადამიანში გაუტამა ბუდაში მთელი სისავსით გამოვლინდა 8 წევრა გზის სრულიად განსაკუთრებული თვისებები. ამით მან იმპულსი მისცა იმას, რომ დღეს ამ თვისებების აღქმა და გათავისება ყველა ადამიანს შეუძლია. ასეთია კაცობრიობის ევოლუციის კანონი. ერთხელ ერთ პიროვნებაში მთელი სისრულით ვლინდება რაღაც, შემდეგ კი ამას შესაძლოა ათასწლეულების დაჭირდეს. ეს რაღაც ნელ-ნელა იღვრება კაცობრიობაში ისე, რომ ყველა ადამიანს შეუძლია აღიქვას და მისი მეშვეობით თავის თავში განავითაროს სათანადო შესაძლებლობები. რაც კაცობრიობაში ქრისტეს მოვლენის წყალობით უნდა ჩაიღვაროს, გამომუშავდეს და გამოვლინდეს, როგორც ერთგვარი განსაკუთრებული ნიჭი და უნარი, არის რაღაც ისეთი,
რასაც დასჭირდება დედამიწის ევოლუციისთვის განსაზღვრული მთელი დრო და რა ის 5000 წლეული ბუდას მიერ კაცობრიობაში შემოტანილი იმპულსის დანერგვას რომ მოხმარდა. მაგრამ მოდით ვთქვათ, რა არის ის, რაც დედამიწაზე ქრისტეს იმპულსის მეშვეობით ბუდას იმპულსზე უფრო მძლავრად, განუზომელი ძალით და სიდიადით შემოვიდა. პასუხი ასეთი: ეს არის ის, რაც მთელი ქრისტიანობამდელი წარსულის მანძილზე ადამიანისთვის მხოლოდ მისტერიებში მჟღავდებოდა. ანუ ადამიანამდე მხოლოდ მისტერიებიდან აღწევდა. ქრისტეს მოვლენის შემდეგ კი ადამიანში შემოვიდა როგორც მისი ბუნების ერთგვარი ზოგადი თვისება. ეს არის ის, რაც ქრისტემდე შეუძლებელი იყო. ქრისტეს მოვლენის შემდეგ კი შესაძლებელი გახდა და კვლავ უფრო და უფრო შესაძლებელი გახდება. მაინც როგორ? აქ ჩვენ უწინარესყოვლისა ერთხელ კიდევ უფრო მკაფიოდ უნდა დავნაგვთოთ ძველი მისტერიების არსი და ხელდასხმის არსი ქრისტიანობამდელ ხანებში. პოსტატლანტიდური ეპოქიდან მოყოლებული დედამიწის სხვადასხვა ხალხში ხელდასხმა იყო სხვადასხვაგვარი. ხელდასხმის მთელი მოცულობა დახარისხებული იყო ისე, რომ მის ერთ გარკვეულ ნაწილს ერთი ხალხი ასრულებდა, მეორე ნაწილს სხვანი და ასე შემდეგ. ვინც რეინკარნაციის იდეას ეფუძნება, თავადაც უპასუხებს კითხვას, რატომ იყო იმ შორეულ წარსულში ერთი გარკვეული ხალხისთვის შეუძლებელი ხელდასხმის სრული მოცულობით ფლობა. იმიტომ რომ სამშვენველი, რომელიც ერთი რომელიღაც ხალხის გარემოში ცხოვრობდა და იქ იღებდა ხელდასხმის ნაწილს, შემდგომში სხვა ხალხებშიც იბადებოდა და ამით შესაძლებლობა ეძლეოდა ხელდასხმის სხვა შესაბამისი ნაწილებიც აეთვისებინა. თუ კი გსურს ზუსტად განსაზღვროთ ხელდასხმის არსი, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ადამიანის უნარი განჭვრიტოს სულიერი სამყარო. მიუწვდომი ადამიანის გრძნობადი აღქმის და გარეგნული ცნობიერებისთვის, რომლებიც ფიზიკურ სხეულთან, როგორც თავის იარაღთან არიან დაკავშირებული. კიდევ ერთხელ წავიკითხოთ ეს ადგილი. თუ კი გსურს ზუსტად განსაზღვროთ ხელდასხმის არსი, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ადამიანის უნარი განჭვრიტოს სულიერი სამყარო, რომელიც მიუწვდომელია ადამიანის გრძნობადი აღქმის და გარეგნული ცნობიერებისთვის, რომლებიც ფიზიკურ სხეულთან, როგორც თავის იარაღთან არიან დაკავშირებული. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ადამიანი დღე და დღეღამეში ერთხელ მაინც ახერხებს იყოს იქ, სადაც ხელდასხმულებს ხელეწიფება ყოფნა. მაგრამ ხელდასხმული იქ უფრო სხვაგვარად იმყოფება, ვიდრე ადამიანი თავის ნორმალურ მიწიერ ცხოვრებაში. ადამიანი საკუთრივ სულ იქ არის, მაგრამ ხელდასხმულისგან განსხვავებით მან ეს არ იცის. როგორც ცნობილია, ადამიანი 24 საათის განმავლობაში ხან ფხიზლობს, ხან მძინარეა. დაძინებისას ადამიანი თავისი მე და ასტრალური სხეულით მთელ ჩვენს გარემომცველ კოსმოსში იღვრება და მისგან იზიდავს იმ ნაკადებს, რომლებიც მას დღის ცხადიერ ცხოვრებაში ესაჭიროება. ჭიშმარიტად, ადამიანი დაძინებიდან გამოღვიძებამდე განღვრილია მთელ გარემომცველ სამყაროში, მაგრამ მან ეს არ იცის. დაძინებისას, როდესაც ასტრალური სხეული და მე გამოდიან ფიზიკური და ეთერული სხეულებიდან, მისი ცნობიერება ქრება. და ამ დროს ადამიანი, თუმცა კი უდიდეს სამყაროში, მაკროკოსმოსში ცხოვრობს, თავის ჩვეულებრივ მიწიერ ცხოვრებაში ამას ვერ აცნობიერებს. ხელდასხმაც ის გახლავთ, რომ კოსმოსში განფრქვეული ადამიანი არათუ უაზროდ იმყოფება, არამედ ყველაფერში ცნობიერად თანამონაწილეობს. ცნობიერი შესვლა ჩვენს დედამიწასთან დაკავშირებულ სხვა მსოფლიოს სხეულებში ეს არის უდიდესი სამყაროს, მაკროკოსმოსის ხელდასხმა. მომზადებელ ადამიანს რომ შეძლებოდა ძილში აღეკვა ის, რაც სუფევს უდიადეს სამყაროში, სადაც იგი ძილის დროს დაჰყოფს. მიღებული შთაბეჭდილება მასში აღწრავდა განცდას, რომელიც შეიძლება შევადაროთ შეუიარაღებელ თვალზე მზის კაშკაშას სხივების ზემოქმედებით გამოწვეულ სიბრმავეს. ადამიანი განიცდიდა კოსმიურ სიბრმავეს, რაც მშვინვიერ სიკვდილის ტოლფასია,
მთელი ხელდასხმა ეფუძნება იმას, რომ ადამიანი მომზადებული ძლიერი ორგანიზმით, რომელსაც ძალოც გაუძლოს უმძიმეს ზეწოლას, შედის უდიადეს სამყაროში, მაკროკოსმოსში. პირველი, რაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ხელდასხმის არსის შესახებ, არის იმ სამყაროს აღქმა შეგუება, იმ სამყაროში ორიენტირება, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს ძილის დროს ისე, რომ ამის შესახებ თავად არაფერი იცის. აღნიშნულ სამყაროში ყოფნა ადამიანს ასე ძალუმად იმიტომ აბნევს და აოგნებს, რომ გარეგრძნობა ცხოვრებაში იგი სულ სხვა პირობებსაა ნაჩვევი. გარეგრძნობა სამყაროში მას ჩვევად ექცა მხოლოდ ერთადერთი თვალსაზრისიდან აღიქვას და განიხილოს ყველაფერი. და თუ კი წააწყდა ისეთ საგანს თუ მოვლენას, რაც არაფრით ეთანხმიერება ამ ერთადერთი თვალსაზრისიდან შედგენილ მისეულ წარმოდგენებს, ის მისთვის მცდარი და ყოველად უმაქნისია. და თუ კი ადამიანი ხელდასხმის მეშვეობით მაკროკოსმოსში შესვლას ამ რწმენით განიზრახავდა, იგი ვერასდროს ვერაფერში გაერკვეოდა. რამე თუ გარეგრძნობათა სამყაროში ადამიანი კონცენტრირდება ამა თუ იმ წერტილზე და ამ წერტილიდან, როგორც თავისი პაციასადგომიდან, როგორც ლოგოგინის ნიჟარიდან, იგი ასე ბჭობს. ჭეშმარიტებაა ის, რაც ეთანხმიერება ჩემ მიერ მოსაზრებას, დანარჩენი ყველაფერი მცდარია და შეცდომაა. მაგრამ თუ კი მან ხელდასხმა მიიღო, უნდა გამოვიდეს თავისი თავიდან და შეაბიჯოს მაკროკოსმოსში. დაუშვათ, რომ ადამიანი ერთ გარკვეულ გზას დაადგა, ერთი მიმართულებით წავიდა. მაშინ იგი განიცდის მხოლოდ იმას, რაც სწორედ ამ მიმართულებით მოიპოვება. სხვა დანარჩენი მისი ყურადღების მიღმა, შეუცნობელი რჩება. მაგრამ ადამიანი ვერასდროს გავა მაკროკოსმოსში მხოლოდ ერთი მიმართულებით. იგი ყველა შესაძლო მიმართულებას, ყველა არსებულ გზას უნდა დაადგეს. მაკროკოსმოსში გასვლა საკუთარი მეს, მთელ კოსმოსში გავრცობა გაფართოებას ნიშნავს. და ამ დროს მოვლენები აღარ ფასდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ასპექტიდან. სამყაროს აღქმისას ადამიანი წესისამებრ თავის თავს საწყის პუნქტად სახავს, მაშინ როდესაც მოვლენათა სხვადასხვა კუთხით აღქმა უნდა შეეძლოს. ეს ნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა განვავითაროთ აღქმის ერთგვარი მოქნილობა, უნდა შევიძინოთ უნივერსალურობა. ამასთან ცხადია ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ უსასრულო შესაძლებლობათაგან მხოლოდ უმცავრეს უნდა მივეწაფოთ. თვალსაზრისების უსასრულო სიმრავლე, რამაც არამც და არამც ნაუცბადევად არ უნდა შეგვაცბუნოს, მხოლოდ თეორიულ შესაძლებლობაზე მიუთითებს. არსებითად ყველა იმ შესაძლებლობათაგან, რომლებიც შესაძლოა წინ დახვდეს ადამიანს, სავსებით საკმარისია 12 თვალსაზრისი. მისტერიათა სკოლის ასტრონომიულ ენაზე ზოდიაქური წრის თანავარსკვლავით და 12 ხატსახით რომ სიმბოლიზირდება. ამიტომ ადამიანი კოსმოსში უნდა გავიდეს. ვთქვათ, არა მარტო კირჩხიბის თანავარსკვლავედის მიმართულებით, არამედ ისე, რომ მართლაც 12-ვე განსხვავებული თვალსაზრისიდან განჭვრიტოს სამყარო. აქ ნამდვილად ვეღარ გვიშველეს აბსტრაქტულ განსჯით ენაზე თანახმიერების ძიება. სხვადასხვა მოსაზრებათა შორის თანახმიერების ძიება უკვე მომდევნო ეტაპია. თავიდან იგი აუცილებელია დაკვირვებით გამჭვრიტოთ სამყარო სხვადასხვა მხრიდან. ამასთან დაკავშირებით უნდა მივუთითო იმაზეც, რომ ოკულტურ ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული ყველა მსოფლიო მოძრაობა ერთგვარ ჯვარს ეზიდება და ეს ჯვარი გახლავთ ის, რომ ცხოვრებისთვის სადაგი ჩვევები ასე მსუბუქად და ჰაიხარად გადმოაქვთ ამ მოძრაობაში. თუ კი ზებრძნობადი კვლევით მოპოვებული ჭეშმარიტებების უწყება აუცილებელია, ეს ჭეშმარიტებები ყოველთვის, მაშინაც კი, როდესაც ეგზოტერულად გადმოვცემთ მათ, სხვადასხვა კუთხით უნდა გაშუქდეს. ვინც წლების მანძილზე ყურადღებით აკვირდება ჩვენს მოძრაობას, უთუოდ შეამჩნევდა, რომ ჩვენ მუდამ ვესწრაფვით სრულიად განსხვავებული კუთხეებიდან წარმოვაჩინოთ განხილვის საგანი. აქედან გასაგებია ისიც, რომ ადამიანები, რომელთაც სურთ ყველაფერზე იმსჯელონ ისე, როგორც ეს ჩვეულებრივ ფიზიკურ პლანზეა მიღებული, გამუდმებით აწყდებიან წინააღმდეგობებს, რამე თუ ყოველი საგანი, რომელსაც ჯერ ერთი კუთხიდან ვიხილავთ, შემდეგ მეორიდან, ცხადია სხვადასხვანაირად გამოიყურება და
ამ დროს შეუსაბამობა მართლაც თვალსაჩინოა. მაგრამ სულის მეცნიერულ მოძრაობაში წესად უნდა დავიდოთ, რომ ყოველთვის, როდესაც ერთსა და იმავე საგანსა და მოვლენაზე სხვადასხვა შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი გამოითქმება, ამ დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ თვით აზრის კონკრეტულ მიმართებას ამ ორი სხვადასხვა მხრიდან. განსხვავებული აზრი გამოითქმება, ამ დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ თვით აზრის კონკრეტულ მიმართებას ამ ორი სხვადასხვა შემთხვევისადმი. რათა მოვიგერიოთ მაცდური წინააღმდეგობრივი სულის იერიში, უნდა ვიყოთ ყურადღებით და გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი აღწერილობა სხვადასხვა მხრიდან განსხვავებული კუთხეებიდან კეთდება. ასე მაგალითად, შარშანდელი მიუნხენის ციკლის მსმენელებმა აღმოსავლური ფილოსოფიის თვალსაზრისით კოსმოსური დუმალებათა ფართო ცოდნა მიიღეს. მაგრამ უკეთუმავანი ამ ცოდნით კოსმოსში გასვლას მოიწადინებდა, მას ამასთან ერთად თვალსაზრისების ნაირგვარობაში ორიენტირების უნარიც უნდა ჰქონოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ერთგვარ ლაბირინთში აღმოჩნდებოდა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მართალი ადამიანს გააჩნია სამყაროსთან შეგუების უნარი, მაგრამ ასეთივე სიმართლეა ისიც, რომ სამყარო თავის მხრივ ვერაფრით მიემარჯვება ადამიანს. თუკი ადამიანი სამყაროში გავა თავისი წინასწარ დასაზღვრულობებით და ფეხს არ მოიცვლის ერთი თვალსაზრისიდან, იგი ერთ წერტილზე გაიყინება. სამყარო კი ამასობაში წინწავა ევოლუციაში უკან ჩამოიტოვებს მას. თუკი მაგალითად ადამიანს ვარსკვლავთ წესრიგის ენაზე, რომ ვთქვათ, კოსმოსში გასვლა მხოლოდ ვერძის თანავარსკვლავედის მიმართულებით სურს, და სჯერა რომ იგი იდგება ვერძის თანავარსკვლავედში, ხოლო მუდმივად მოძრავი სამყარო მისი მზერის წინ გაატარებს იმას, რაც თევზების თანავარსკვლავედშია, მაშინ იგი ვერძის თანავარსკვლავედის განცდით აღიქვამს იმასაც, რაც თევზების თანავარსკვლავედიდან მოედინება. ასე შევა იგი შეცდომაში და ფაქტიურად ვეღარც მოახერხებს ლაბირინთიდან თავის დაღწევას. თავი და თავი კი ის გახლავთ, რომ კოსმოსის ლაბირინთში გზის გაკვლევის მოწადინე ადამიანმა 12 პოზიციის, 12 თვალსაზრისის გათვალისწინება უნდა შეძლოს. ეს უნდა მივიღოთ როგორც ადამიანის მაკროკოსმოსთან შესის ხორცების უწინარესი პირობა. მაგრამ ადამიანი ისე რომ ამის შესახებ თავად არ იცის რა, კიდევ სხვაგვარადაც იმყოფება ღვთაებრივ სულიერ სამყაროში. სახელმწიფო გამოღვიძებისას ადამიანი ეშვება ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში. მაგრამ ამას ვერ აღიქვამს, ვინაიდან გამოღვიძების მომენტში მისი აღქმები იმავ წამს გარე სამყაროს ეშურება. ფიზიკურ ეთერულ სხეულებში შეგნებულად შემოსვლისას მისი აღქმები სულ სხვაგვარი იქნებოდა. ადამიანი დაცულია კოსმოსში შეგნებული გასვლისგან დაძინების მომენტში. იგი ამისთვის მზად არ არის და ასევე დაცულია ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში შეგნებული შემოსვლისგან, იმით რომ მის აღქმის უნარს გამოღვიძებისთანავე გარე სამყარო იპყრობს. საშიშროება, რომელსაც ადამიანი ვერ აიცდენ და მოუმზადებლად რომ შემოსულიყო ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში, სულ სხვა ვიდრე ჩვენ მიერ ზემოხსენებული კოსმოსური სიბრმავე, რაც მაკროკოსმოსში მოუმზადებლად გასულ ყველა ადამიანს ემუქრება. თუკი ადამიანი თავისი ფიზიკური და ეთერული სხეულების ბუნებაში მოუმზადებლად შედის და თავს მათთან აიგივებს, მაშინ ხდება ასეთი რამ. ის, რისთვისაც მას მიეცა ფიზიკური და ეთერული სხეულები, განსაკუთრებული ძალით ვითარდება. მაგრამ რისთვის მიეცა მას ისინი? იმისთვის, რათა შეძლოს მეს ბუნებაში ცხოვრება, შეძლოს მე ცნობიერების განვითარება. მაგრამ მე ფიზიკური და ეთერული სხეულების სამყაროში მოუმზადებელი, განუწმენდელი და სხივნაკლული შემოდის. და ადამიანი, თუ იგი მოუმზადებელი ეშვება ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში, ისეთნაირადაა ყრობილი, რომ მისტიკური აღქმა, რომელსაც ამ დროს აქვს ადგილი, გამორიცხავს ყოველგვარ შინაგან სიმართლეს, რამით თუ ადამიანის წინაშე ცრუ ხატსახეები წარმოსდგება. ადამიანი, რომელსაც ეხსნება მზერა საკუთარ შინაგან ბუნებაში, უკავშირდება ყოველივე იმას, რაც მასში ბუდობს, როგორც ეგოისტური სურვილები და მანკიერებები, ეგოისტური მისწრაფებები. სხვა შემთხვევაში ეს დაკავშირება არ ხდება, რადგან დღის განმავლობაში ადამიანის მზერა გარე სამყაროს განცდებისკენაა მიმართული.
ეს განცდები კი არაფერია მასთან, რაც ადამიანის საკუთარი ნატურიდან შეიძლება განვითარდეს. ქრისტიან მარტვილებს და წმინდანებს აღწერილი აქვთ ის განცდები, რომლებიც უწინარეს ყოვლისა ეუფლებოდათ მაშინ, როდესაც ისინი თავის საკუთარ ბუნებას უკავშირდებოდნენ და იძირებოდნენ მასში, რაც მათ შინაგან არსებაში ცხოვრობდა. უნდა ითქვას, რომ ეს სწორედ ის არის, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო. უკუაგდებდნენ რა, გარესამყაროს განცდებს ქრისტიანი წმინდანები ახერხებდნენ საკუთარ არსში დაშვებას და შემდეგ აღწერდნენ იმ ცდუნებებს, რომლებიც მათ ერთიანად იპყრობდა. ეს აღწერილობები სავსებით ესატყვისება ჭეშმარიტებას. ამიტომ წმინდანთა ბიოგრაფების შესწავლა მეტად სასარგებლოა. ისინი წარმოგვიჩენენ თუ როგორ მუშაობს ადამიანში ვნებები, ემოციები, მისწრაფებები და ყოველივე ის, რაც მის არსშია განფესვილი და რასაც იგი უმალწყდება, როგორც კი ნორმალურ ცხოვრებაში გარესამყაროს აპყრობს მზერას. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, თავის საკუთარ შიდა არსში დაშვებისას ადამიანი ერთიანად იჭედება, იხლართება თავის მეში, იგი თითქოს და მომწყდეულია კუთხეში, სადაც მას პირადი სურვილების და ვნებების დაკმაყოფილების გარდა აღარაფერი ძალუძს და სადაც მისი მეს დაპყრობას ლამობს სწორედ ის სრულიად უვარგისი, რაც მასშია. ის განწყობა, რომელიც ამ დროს ასე ძლიერ მოქმედებს. ამრიგად, ერთი მხრივ ჩვენ ვხედავთ, როგორ ემუქრება ადამიანს სიბრმავის საფრთხე კოსმოსში მოუმზადებლად განვრცობის შემთხვევაში. მეორე მხრივ საშიშროება იმისა, რომ იგი შესაძლოა შეიბოჭოს, გამკვრივდეს თავის მეში, თუ კი თავის ფიზიკურ ეთერულ სხეულებში მოუმზადებლად ჩაშვება შეეცდება. ზოგიერთ ხალხებში გამომუშავებელი იყო ხელდასხმის სხვა მხარე. თუ კი ხელდასხმის ერთი მხარე, მაკროკოსმოსში გასვლა, განსაკუთრებით იყო დამუშავებული არეულ და ჩრდილოურ ხალხებში, სხვა მხარე, თანაც მეტად მაღალ დონეზე, ეგვიპტელებს ჰქონდათ დამუშავებული. ესეთი ხელდასხმა, როცა ადამიანი ესწრაფვის რა ღვთაებრივთან მიახლოებას, მზერას შინაგანისკენ მიმართავს. შინაგანი ჩაღრმავების გზით საკუთარ შიდა არსში ეშვება და იქ მოქმედი ღვთაებრივის მოღვაწეობის შეცნობას სწავლობს. ძველი მისტერიების ხანაში კაცობრიობის ზოგადი განვითარება არ იყო იმდენად წინ წასული, რომ ხელდასხმა კოსმოსში გასვლა იქნებოდა ეს თუ თვით ადამიანში, მიკროკოსმოსში შესვლა, საკუთარი თავის ანაბარა მიტოვებულ ადამიანს განეხორციელებინა. მაგალითად, ეგვიპტური ხელდასხმისას, როცა ადამიანი მისი ფიზიკური და ეთერული სხეულების ძალებში შეხავდათ ისე, რომ იგი სრულიად შეგნებულად განიცდიდა ამ სხეულებში მომხდარს, ამ დროს თითქოს დააენთებოდა და ყოველი მხრიდან იფრქვეოდა მისი ასტრალური ბუნებიდან მომდინარე საზარელი ემოციები და ვნებები, დემონური ეშმაკისეული სამყაროები მოსჭვიოდა მისგან. ამიტომ ეგვიპტურ მისტერიებში მომუშავე იეროფანტი საჭიროებდა დამხმარეებს, რომლებსაც ჯერ თავიანთ თავში უნდა მიეღოთ, შემდეგ გარე გამოეტანათ ის, რაც ხელდასხმის მონაწილიდან გამოდიოდა. დამხმარეებს რიცხვით 12-ს უნდა მოეხელთებინათ და დაეშოშმინებინათ გარე გამოსული დემონები. ასე რომ ამ ძველი ხელდასხმის დროს ადამიანები ფაქტიურად არასდროს იყვნენ ბოლომდე თავისუფალნი, რადგანაც ის, რაც ხელდასხმის პროცესში ადამიანის ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში აუცილებლად უნდა განვითარებულიყო, იმის განვითარება შესაძლებელი იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანს გარს ეხვია 12 დამხმარე, რომლებიც იჭერდნენ და ათვინიერებდნენ დემონებს. ასეთივე ვითარება იყო ჩრდილოეთის მისტერიებშიც, სადაც მაკროკოსმოსში გასვლას ისევ და ისევ იმის წყალობით ახერხებდნენ, რომ იეროფანტის 12 დამხმარე გასცემდა თავის ძალებს, რათა ხელდასხმის მონაწილეს მართებულად განევითარებინა ის აზრები და შეგრძნებები, რომლებიც მაკროკოსმოსის ლაბირინთში მის დაუბრკოლებლად გასვლას უზრუნველყოფდა. ამგვარი ხელდასხმა, როდესაც ადამიანი არ არის თავისუფალი და მთლიანად დამოკიდებულია იეროფანტის დამხმარეებზე, რომლებმაც იგი დემონებიდან უნდა გაათავისუფლონ, თანდათან უნდა შეცვლილიყო სხვა ხელდასხმით, სადაც ადამიანი ყველაფერს თავად გაართმევს თავს.
ამახალ ხელდასხმაში დამხმარე პირი მხოლოდ აკვალიანებს ხელდასხმის სუბიექტს, არიგებს რა და როგორ უნდა გააკეთოს, სხვა დანარჩენს კი იგი ნელ-ნელა საკუთარი ძალებით აღწევს. უნდა ითქვას, რომ ამ გზაზე ადამიანი არც დღესაა მაინც და მაინც შორს წასული, მაგრამ თანდათან, როგორც დამოუკიდებელი უნარი, კაცობრიობაში განვითარდება ის, რომ ადამიანი დაუხმარებლად შეძლებს როგორც მაკროკოსმოსში განმაღლებას, ასევე მიკროკოსმოსში დაშვებას და როგორც თავისუფალი არსება ხელდასხმის ორივე მხარეს გაივლის. ქრისტეს მოვლენის მიზანიც ეს იყო. ქრისტეს მოვლენა ადამიანისთვის არის მისი ფიზიკურ ეთერულ სხეულებში დამოუკიდებლად ჩაღრმავების და ასევე მაკროკოსმოსში უდიადეს სამყაროში გასვლის საწყისი პუნქტი. ერთხელ სრული ყოვლის მომცველობით უზენაესი არსების ქრისტეს მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო როგორც ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში დაშვება, ასევე მაკროკოსმოსში გასვლა. და ქრისტეს მოვლენის არსით საკუთრივ ის არის, რომ მისმა ყოვლის მომცველმა არსებამ განაცხადა მაგალითი მთელი კაცობრიობისთვის, მაგალითი იმისა, რასაც მიწიერი ევოლუციის მომწიფების კვალდაკვალ შესაძლოა კაცობრიობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა მიაღწიოს. რისთვის იყო საჭირო ეს მოვლენა? მაინც რა მოხდა ამ მოვლენის წყალობით? ერთი მხრივ მოხდა ის, რომ ქრისტეს არსება ერთხელ თავად უნდა დაშვებულიყო ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში და იმის წყალობით, რომ ერთი ადამიანური არსების ფიზიკურმა და ეთერულმა სხეულებმა მიაღწიეს ისეთ სიწმინდეს, რომ მათში შთამოვლინდა ქრისტეს არსი, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა. კაცობრიობის განვითარებაში შემოტანილ იქნა იმპულსი, რომლის ძალითაც ყოველ ადამიანს, ვინც კი ამას ესწრაფვის, თავისუფლად შეუძლია დაეშვას ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში. აი ამისთვის უნდა მოვლენილიყო დედამიწაზე ქრისტე და მოეხდინა აქამდე არ მომხდარი, რადგან სულ სხვა ის, რაც ძველ მისტერიებში იეროფანტის დახმარებით სრულდებოდა. ძველ მისტერიებში ადამიანს შეეძლო დაძირულიყო ფიზიკურ და ეთერული სხეულების იდუმალებებში და ასევე განმაღლებულიყო მაკროკოსმოსის იდუმალებებშიც, მაგრამ ამ დროს იგი ფაქტიურად არ ცხოვრობდა თავის ფიზიკურ სხეულში. მას მართალია შეეძლო ფიზიკური სხეულის იდუმალებათა წვდომა, მაგრამ არა ფიზიკურ სხეულში ყოფნისას. იგი მთლიანად თავისუფალი უნდა ყოფილიყო სხეულისგან. ფიზიკურ სხეულში დაბრუნებისას შეეძლო კიდეც გაეხსენებინა სულიერ სამყაროში მიღებული განცდები, მაგრამ ფიზიკურ სხეულში მათ გადატანას ვეღარ ახერხებდა. ეს იყო მოგონება და არა ამ მოგონებების ფიზიკურ სხეულში ჩაბეჭდა. ქრისტეს მოვლენას ეს რადიკალურად უნდა შეეცვალა და ასეც მოხდა. ქრისტემდე უბრალოდ არ არსებობდა ისეთი ფიზიკურ ეთერული სხეულები, მთელი ადამიანური შიდა წიაღის მეტი მსჭვალულება რომ ჰქონოდათ განცდილი. ჭეშმარიტად, ადრე არავის შეეძლო საკუთარი მეტი საკუთარ ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში შეღწევა. პირველად ეს მოხდა გოლგოთას მოვლენის დროს. აქედანვე იღებს დასაბამს რაღაც სხვაც, სახელდობრივ ის, რომ ერთი არსება, თუმცა კი ადამიანს განუზომლად აღმატებული, მაგრამ მაინც ადამიანური ბუნების თანაზიარი, სხვათა დაუხმარებლად, საკუთარი მეს ძალით იღურება მაკროკოსმოსში. მაგრამ ესეც ქრისტეს მეშვეობით ხდება შესაძლებელი. ადამიანმა მხოლოდ მისგან, მისი მეშვეობით შეძლო მოეპოვებინა თავისუფლების შესაძლებლობა და თანდათან შეეღწია მაკროკოსმოსში. ეს არის ორი ფუძემდებლური ბურჯი, რომლებსაც წარმოგვიჩენს ლუკას სახარება და ასევე მათეს სახარებაც, როგორ და რანაირად. ჩვენ დავინახეთ, რომ ზარატუსტრა პოსტ-ატლანტიდური ეპოქის აზიის უდიდესი მოძღვარი, შემდგომში განსხეულდა როგორც ზარატოსი, ანუ ნაზარატოსი, ხოლო კიდევ უფრო გვიან იგი განსხეულდა იმ ყრმა იესოში, რომელიც მათეს სახარების მიხედვით დავითის ძის სოლომონის შთამომავალი იყო. ვიცით აგრეთვე, რომ ზარატუსტრას ინდივიდუალობა ამ ყრმა იესოში, ანუ თავის თავში ანვითარებდა იმ განსაკუთრებულ თვისებებს, რომლებიც სოლომონიდან წარმომავალ ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში შეიძლებოდა განვითარებულიყო. ეს თვისებები მან შეიძინა მხოლოდ იმის წყალობით, რომ 12 წელი იცხოვრა ამ სხეულებში. ფიზიკური და ეთერული სხეულები ის იარაღია, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი თავის უნარებსა და შესაძლებლობებს გამოიმუშავებს. შემდეგ ზარატუსტრას ინდივიდუალობა
ტოვებს იესოს სხეულს და გადადის იმ იესოში, რომელსაც ლუკას სახარება აღწერს, როგორც დავითის ძის, ნათანის შთამომავალს. იგი დაიბადა და იზრდებოდა ნაზარეთში სოლომონისეულ იესოს მეზობლად. მისგან მიიღო მან ზარათუსტრას ინდივიდუალობა იმ მომენტში, რომელსაც מחარობელი ლუკა აღწერს როგორც იერუსალიმში დღესასწაულზე ტაძრად მისვლას, როდესაც მშობლებმა დაკარგეს იგი. ამის შემდეგ სოლომონის შთამომავალი იესო მალევე მიიცვალა, ხოლო ზარათუსტრამ ლუკას სახარების იესოში განაგრძო ცხოვრება და 30 წლამდე აითვისა ყველა ის უნარი, რაც შეიძლება აითვისოს შენივე იარაღებით, როდესაც ერთის მხრივ უკვე ფლობ იმას, რისი ათვისებაც შესაძლებელი იყო ესოდენ განვითარებულ ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში და მეორე მხრივ ამატებ იმასაც, რაც შეიძლება მოიპოვო ისეთ ასტრალურ სხეულსა და მეში, როგორცაც ლუკას სახარების იესო ფლობდა. ასე იზრდებოდა ზარათუსტრა იესოს სხეულში 30 წლამდე და მან ისე ღრმად განავითარა ყველა ის თვისება, რომელთა მოპოვებაც ამ სხეულში შეძლო, რომ უკვე მზად იყო გაეღო მესამე უდიდესი მსხვერპლი, ფიზიკური სხეულის მსხვერპლი, იმ სხეულის, რომელიც 3 წლის მანძილზე ქრისტეს არსებობის ფიზიკური სხეული უნდა ყოფილიყო. მაშასადამე, ზარათუსტრას ინდივიდუალობა მას შემდეგ, რაც თავისი ასტრალური და ეთერული სხეულები მსხვერპლად გაიღო ჰერმესისა და მოსესთვის, ახლა უკვე მსხვერპლად სწირავს თავის ფიზიკურ სხეულს, იგი ტოვებს ამ გარს მისი ასტრალურ ეთერული სხეულებით და იმას, რაც ადრე ზარათუსტრას ინდივიდუალობით იყო ახსილი, ეუფლება სავსებით ღვთაებრივი ბუნების არსება, ყოვლის მომცველი სიბრძნის უშრეთი წყარო, სიბრძნის ყველა უდიდესი მასწავლებლისთვის ქრისტე. ეს ის მოვლენა, რომელიც განხორციელდა იორდანეზე იოანესგან ნათლის ღების ჟამს. მოვლენა, რომლის სიდიადე და მასშტაბი ერთ-ერთ სახარებაში ასეთი სიტყვებითაა გადმოცემული: შენ ხარ ძე, ჩემი საყვარელი, რომელშიც ჩემ თავს ვხედავ, რომელშიც ჩემ წინაშე ჩემი საკუთარი მე ცხადდება. სხვა სახარებაში სხვაგვარადაა: შენ ხარ ძე, ჩემი საყვარელი, რომელიც მე დღეს ჩავსახებ. აქ ნათლად იკვეთება, რომ საქმე გვაქვს დაბადებასთან, სახელდობრ ქრისტეს დაბადებასთან იმ გარსებში, რომლებიც ზარათუსტრამ ჯერ მოამზადა, შემდეგ კი მსხვერპლად გაიღო. იოანესგან ნათლის ღების მომენტში ქრისტეს არსება ზარათუსტრას მიერ მომზადებულ ადამიანურ გარსებში შემოდის. და აქ ხდება ქრისტეს სუბსტანციით ახსავსე გარსის სულიერი განახლება. იოანესგან ნათლის ღება არის ზარათუსტრას მიერ ამ მოვლენისთვის ნაზარდი გარსების სულიერი განახლება და ქრისტეს დაბადება დედამიწას. ამიერიდან ქრისტე ცხოვრობს ადამიანის სხეულში. მართალია სრულიად განსაკუთრებულად მომზადებულ სხეულში, მაგრამ მაინც ადამიანურ სხეულში, ისეთში, როგორშიც ნაკლებად სრულყოფილი სხვა ადამიანები ცხოვრობენ. ქრისტე უზენაესი ინდივიდუალობა, ვინც კი დედამიწასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ადამიანის სხეულში გვევლინება. უკეთ მან უნდა განიცადოს უმაღლესი ღვთომილება, სრული ხელდასხმა. ეს უნდა მოხდეს ორმხრივად, ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში დაშვება და მაკროკოსმოსში ამაღლება. ხედავთ, ესე იგი სრული ხელდასხმა რას ნიშნავს? ორმხრივად უნდა მოხდეს, ესე იგი ფიზიკურ ეთერულ სხეულებში დაშვებაც და მაკროკოსმოსში ამაღლებაც. ქრისტე განიცდის ამ ორივე მოვლენას და ამით ადამიანებს უკვალავს გზას. მაგრამ ქრისტეს ქმედებათა ბუნებიდან გამომდინარე და მათ შესაბამისად ეს მოვლენები ისეთნაირად უნდა წარმოჩინდეს ჩვენს წინაშე, რომ ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში შემოსული ქრისტე ყველა ცდუნებისთვის შეუვალია. მართალია ეს ცდუნებები გარე ადგება მას, მაგრამ მასთან შეხებისთანავე უმალ ცამტვერდება. ასევე უნდა გამოიკვეთოს, რომ მისთვის არ არსებობს ის საშიშროებანი, რომლებიც ადამიანს მაკროკოსმოსში გასვლისას ემუქრება. მათ ეს სახარებაში აღწერილია, როგორ ეშვება ქრისტე ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში იოანესგან ნათლის ღების შემდეგ. ეს მოვლენა ისახება ცდუნების ეპიზოდში, ცდუნების სცენაში, დეტალების სიზუსტემდეა
გადმოცემული განცდები, რომლებიც თან ახლავს ადამიანის ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში დაშვებას. მას შესაბამე აქ ლაპარაკია ქრისტეს შემოსვლაზე ადამიანის ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში, ქრისტეს არსების შეკუმშვა შემჭიდროვებაზე ადამიანური მეს მდგომარეობამდე. და ეს ყველაფერი განცდილი იქნა ადამიანის სხეულში და ადამიანებს გზას უკვალავს ისე, რომ შეგვიძლია ვთქვათ, ეს შესაძლებელია, ჩვენ შესაძლოა იგივე წილ გვხდეს. თუკი გავიხსენებთ ქრისტეს, თუკი დავემსგავსებით მას, ჩვენც მოგვეცემა იმის ძალა, რომ ამას პირისპირ დავუდგეთ და თავადაც გადავლახოთ ის, რაც ფიზიკურ ეთერული სხეულებიდან გვიტევს. ცდუნების სცენა არის მათეს სახარების პირველი მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ადგილი, რომელიც გადმოგვცემს ხელდასხმის ერთ მხარეს, ანუ ფიზიკურ ეთერულ სხეულებში დაშვებას. მათეს სახარებაში ასევე აღწერილია ხელდასხმის მეორე მხარეც, მაკროკოსმოსში გავრცობა. აქ უწინარესყოვლისა მიეთითება მასზე, რომ ქრისტე თავისი ადამიანური ბუნებით, სავსებით გრძნობადი ადამიანური ბუნებით თავის თავს მაკროკოსმოსში განავრცობს. აქ ჩნდება წინააღმდეგობრივი მოსაზრება, თუკი ქრისტე მართლაც ასეთი მაღალი არსება იყო, რატომ დასჭერდა მას ეს ყოველივე? რატომ უნდა დაშვებულიყო იგი ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში, ან და ადამიანის მსგავსად რატომ უნდა გავრცობილიყო მაკროკოსმოსში? პასუხი ასეთია, მას ეს სათავისოდ არ დასჭირვებია. ქრისტეს თანაგვარ არსებებს უმაღლესი სფეროების სუბსტანციურობით ამის გაკეთება უმაღლეს სფეროებში შეუძლია, მაგრამ ადამიანურ, ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში ამგვარ ხტომილებას მანამდე არ ჰქონია ადგილი. ადამიანური სხეული ჯერ არ იყო გამსჭვალული ქრისტეს არსებით. სივრცეში განფენილი იყო ღვთაებრივი სუბსტანციურობა, მაგრამ სივრცეში ჯერ არ იყო გატანილი ის, რაც ადამიანში ცხოვრობს. ეს თავი თვისით მხოლოდ ქრისტეს შეეძლო მოეხდინა. პირველად ეს ღმერთს უნდა მოეხდინა ადამიანურ ბუნებაში. და ეს მეორე მოვლენა, ასე ვთქვათ, მეორე ბურჯი ამართულია მათეს სახარებაში, იქ, სადაც წარმოგვიჩენენ, რომ ქრისტემ ადამიანური ბუნებით ჭეშმარიტად აღასრულა ხელდასხმის მეორე მხარე, ანუ გავიდა უსამანო სამყაროში, ანუ უსაზღვრო სამყაროში, განიმაღლა მზეში და ციურ სხეულებში. თავიდან იგი როგორც ყოველი ადამიანი ცხებულ იქნა, რათა განწმენდილიყო, რათა უპირველესად ყოვლისა შეუვალი გამხდარიყო ფიზიკური სამყაროს გარე შემოტევებისადმი. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ცხებულება, ესოდე მნიშვნელოვანი ძველ მისტერიებში ისტორიულ გზაზე კვლავ თავს იჩენს უმაღლეს საფეხურზე, როცა რომ ადრე ეს მხოლოდ სატაძრო ცხებულება იყო. აქ ჩვენ ვხედავთ, როგორ გამოხატავს ქრისტე საიდუმლოს ერობაში მთელ სამყაროში ზესვლას, არა მარტო საკუთარ თავში, არამედ მთელ დანარჩენ სამყაროში გავრცობას. ქრისტე თავის გარშემო მყოფთ უხსნის, რომ იგი ყოველგვარ მიწიერ სიმკვრივეში და ასევე ყოველგვარ თხევადში შეიგრძნობს თავს. ამას ნიშნავს სიტყვები მე ვარ ჰაერი. საიდუმლოს ერობისას მითითებულ იქნა ამ შეგნებულ გასვლაზე დიად სამყაროში, მაშინ როდესაც ადამიანი ამ სამყაროს მხოლოდ ძილის დროს და მხოლოდ არაცნობიერად გადის. და ის, რასაც ადამიანი უნდა განიცდიდეს როგორც მოახლოებულ სიბრმავეს, ეს განცდა გამოხატულია მონუმენტურ სიტყვებში. ჩემი სამშვენელი ლამის სიკვდილამდეა დაბინდული. ფაქტიურად ქრისტე იესო განიცდის იმას, რასაც ადამიანები განიცდიან, როგორც კდომას, დამბლას, დაბრმავებას. მისი განცდა გეციმანის ბაღის სცენაში შეიძლება ასეთნაირად გადმოიცეს. სამშვენელის მიერ მიტოვებული ფიზიკური სხეული თავისი საკუთარი შიშის მდგომარეობებს ავლენს. ამ სცენაში გადმოცემულმა განცდებმა უნდა ნათელყოს, როგორ ფართოვდება სამშვენელი სამყაროში და როგორ ტოვებს იგი ფიზიკურ სხეულს. ამის შემდეგ კი რეალურად უნდა იქნას წარმოჩენილი მაკროკოსმოსში გასვლა, ჯვარცმა, სამარხში დება და ყველაფერი, რაც ადრე მისტერიებში სრულდებოდა. ეს არის მათეს სახარების მეორე ბურჯი, მაკროკოსმოსში გასვლა, მაკროკოსმოსის განცდა.
ეს ყველაფერი ნათლადაა გამოკვეთილი მათეს სახარებაში. აქ არის მითითება, რომ მანამდე ქრისტე იესო ცხოვრობდა ფიზიკურ სხეულში, რომელიც შემდეგ ჯვარზე გააკრეს. ესე იგი, ქრისტე კონცენტრირებულ იქნა სივრცის კონკრეტულ წერტილში. შემდეგ კი განივრცო მთელ კოსმოსში და ახლა ვინმეს რომ განეზრახა მისი პოვნა ფიზიკურ სხეულში, მას ვერ იპოვიდა, რამე თუ მისი მოძიება შესაძლებელია მხოლოდ ნათელმხილველურად იმ სულში, რომელიც თავისი არსით მთელ სივრცეულს განწონის. მას შემდეგ, რაც ქრისტემ აღასრულა ის, რაც ადრე სხვათა დახმარებით სრულდებოდა 3 დღე-ნახევრის განმავლობაში, ეს ხელდასხმის პერიოდის არის. მას შემდეგ, რაც მან აღასრულა ის, რაზეც მას ხშირად საყვედურობდნენ, მხედველობაში მაქვს სიტყვები დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე 3 დღეში აღვადგენ მას, რაც მინიშნება ადრინდელ ხელდასხმაზე, მაკროკოსმოსში 3 დღე-ნახევრიანი გასვლით რომ ხორციელდებოდა. ესე იგი, ქრისტე მიუთითებს, რომ ამიერიდან იგი უნდა ეძებონ არა იქ, სადაც ქრისტე იესოს არსება ფიზიკურში იყო ჩაბეჭდილი, არამედ სულში, რომელიც მსოფლიო თვალსაჩინოს მსჭვალავს. ამას ჩვეულებრივ ასე თარგმნიან. ამიერიდან არსება დაბადებული კაცობრიობის ევოლუციიდან უნდა ეძებოთ ხელმწიფების მარჯვნივ და იგი ღრუბლებიდან განგეცხადებათ თქვენ. იქ უნდა ეძებოთ ქრისტე განღვრელი სამყაროში, როგორც ხატი, იმ უდიადესი ხელდასხმისა, რომელსაც გადის ადამიანი, როდესაც ტოვებს სხეულს და არსობრივ ეთვისება ჯერდება მაკროკოსმოსში. ასეთია თავი და სასრული ქრისტეს ცხოვრებისა, რომელიც იწყება მისი დაბადებით იოანესგან ნათლისღების ჟამს იმ სხეულში, რომლის წარმომავლობაზეც ჩვენ საკმაოდ ვრცლად ვილაპარაკეთ. აქ იწყება ხელდასხმის ერთი მხარე, ფიზიკურ ეთერულ სხეულებში დაშვება, გადმოცემული ცთუნების ეპიზოდში, ხელდასხმის მეორე მხარე წარმოჩენილია დასასრულს. მაკროკოსმოსში განვრცობა იწყება საიდუმლო სერობის სცენით და გრძელდება გვემით, ეკვლის გვირგვინის დადგმით, ჯვარცმით და აღდგომით. ეს ის პუნქტებია, რომელთა შორის ძევს მათეს სახარების სხვა მოვლენები და რომლითაც ჩვენ დღეს ერთგვარად განვასრულეთ ის, რაც ადრე ესკიზის სახელდახელო მონახაზის სახით იქნა წარმოდგენილი.